გამარჯობა ჩემო ძვირფასებო მოგესალმებით. მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, რომ მადევნებთ თვალყურს და დღეს განსაკუთრებით გელოდებათ ძალიან საინტერესო თემა, ძალიან საინტერესო ვიდეო, რომელიც ჩემთვისაც ისეთივე აღმოჩენა, როგორც თქვენთვისაც მერწმუნეთ. დიდი ხანია რა მე მის შესახებ შევიტყვე, არის რამდენიმე კვირა და თამამად შემიძლია ჩავთვალო და დავასახელო ბრინჯის სერუმთან ერთად, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთად ავამზადეთ წლის ფავორიტად. ეს არის მარგალიტის ფხვნილი, მარგალიტებისგან დამზადებული ფხვნილი, რომელიც იყიდება ინტერნეტში და რომელიც შეიძლება ჩვენ სახლშიც დავამზადოთ. მე ინტერნეტის საშუალებით შევუკვეთე მე ყველაზე მაღალი ხარისხის მარგალიტის ფხვნილი. ამ ტუქში მოთავსებულია 100 გრამი და გადავიხადე მიახლოებით 30 евро. მაგრამ შემდეგ მოვიპოვე მე ინფორმაცია და მაინტერესა ამ თემამ და გავარკვიე, რომ მარგალიტის ფხვნილი მუშავდება ჩინეთში. ოდითგანვე გამოიყენებენ ჩინელები ამ პროდუქტს ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის, ურევენ აბსოლუტურად ყველაფერში, სასმელებში, რომ გაამკვრივონ ძვლები, გააუმჯობესონ ნერვული სისტემა, იმუნიტეტი, გონება, მოკლედ ყველაფრისთვის იყენებენ ჩინელები მარგალიტის ფხვნილს. გამოიმუშავებენ ჩინელები მარგალიტს, რომელიც ანალოგიურად ისეთივე კომპონენტებს შეიცავს, როგორც მაღალი ხარისხის მარგალიტები, იგივე რაოდენობის ამინომჟავებს და კალციუმს, მაგრამ არ არის ის გამოყენებადი ბიჟუტერიის შექმნისთვის. ამიტომ იყენებენ მას კოსმეტოლოგიაში, ქვავენ და ყიდიან მას იაფად კოსმეტიკური საშუალებებისთვის. მარგალიტის ფხვნილისგან დამზადებული ნიღბები არის ნომერ პირველი ნაწიბურებისთვის, ლაქებისთვის. აგრეთვე არაჩვეულებრივია კაპილარებისთვის, ვისაც სიცოცხლე აღენიშნება სახეზე და კარგია ცხიმიანი კანის მატარებლებისთვის. მას შემდეგ რაც მე ამ ფხვნილს ხმარობ, საგრძნობლად ნაკლები ცხიმი გამოიყოფა ჩემს კანზე და საგრძნობლად შემცირებულია ჩემი ფორები სახის კანზე. მარგალიტის ფხვნილის შემადგენლობაში შედის 18 დასახელების ამინომჟავა და იგივე რაოდენობის მიკროელემენტები და კალციუმ კარბონატი. ეს არის ძალიან მდიდარი ფხვნილი, რომელიც სასწაულ ეფექტს ახდენს სახის კანზე და არც არის გასაკვირი, რომ ჩინელები მათ ესე აღმერთებენ. ეს არის მათთვის ნომერ პირველი ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი ელექსირი, თუ შეიძლება ესე დავარქვათ. მე ძალიან გული მწყდება, რომ ადრე არ ვიცოდი ამ ფხვნილის შესახებ და შევიტყვე ჩემი მეგობრებისგან, რომლებმაც ფაქტიურად ერთდროულად მომწერეს და რომ გამომეყენებინა ეს ფხვნილი, დამებქვა მარგალიტების სახლში, გამეკეთებინა ნიღბები და დამემატებია ეს ფხვნილი დამატენიანებელ საცხში. თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი მე ამას ყველაფერს, რადგან არასოდეს არ მსმენოდა მე მარგალიტის ფხვნილის შესახებ, მაგრამ იმდენად დამაინტრიგებელი და დამაინტერესებელი იყო. შევედი ინტერნეტში და გამოვიწერე მარგალიტის ფხვნილი. რამდენიმე კვირა როგორც გითხარით, მოხმარებაში ვარ და მართლა აღფრთოვანებული ვარ ამ პროდუქტით. თუ თქვენ აღენიშნებათ სახეზე წითელი კაპილარები, შეგიძლიათ ყოველდღე დაიდოთ ის სახეზე, თუ გაქვთ ლაქები, ყოველდღე დაიდეთ ლაქებზე, ჭორფლზე, ნაწიბურებზე, როგორც მე და სულ რამდენიმე დღეში ნახავთ შედეგს. ამ ჩინურ მარგალიტებს, როგორც გითხარით, უწოდებენ არალიკვიდურ თუ არ ვცდები მარგალიტებს, რომელიც არის აბსოლუტურად გამოსადეგარი ბიჟუტერიის დამზადებისთვის, მაგრამ ზუსტად ანალოგიურად შეიცავს ისიც 18 ამინომჟავას, კალციუმ კარბონატს და იმავე რაოდენობით იმ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორც მაღალი ხარისხის ეს ჩვენი ძირადღირებული მარგალიტები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვერ მზადდება მათგან ისეთ ძირადღირებული სამკაულები, ამიტომ ყიდიან ჩინელები მას იაფად. აუცილებლად შევიძენ და აუცილებლად დავტესტავ და გავაკეთებ შედარებას. დღეს კი გავაკეთებ თქვენთან ერთად ორ ნიღაბს, რომელიც მე ყველაზე ძალიან მომწონს. თქვენ კი შეგიძლიათ ჩართოთ ფანტაზია და თქვენი კანის ტიპის მიხედვით გააკეთოთ ისეთი ნიღბები, როგორიც თქვენ კანს უხდება და დაუმატოთ ოდნავ ნახევარი ჩაის კოზი, მარგალიტის ფხვნილი სახში შეიძლება ამარაჩვეულებრივი ფხვნილის დამზადება, ყველას გვაქვს ჩვენ ალბათ ისეთი
ძველი მარგალიტის მძივი, რომელიც არასოდეს არ ვკეთებია და გვაქვს შენახული, ან თუნდაც შეიძლება ბრინჩიც გვიდეს, რომ ისინი გამრავლდნენ, ასე აკეთებდა დედაჩემიც ძველ დროს. დავქვით ქვასანახში. მოგებო, ეხლა გასწავლით ამ არაჩვეულებრივი მარგალიტის ფხვნილის პირველ ნიღაბს, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ამისათვის დაგჭირდება ნახევარი ჩაის კოზი მარგალიტის ფხვნილი, ნახევარი ჩაის კოზი თაფლი. მე გამოვიყენებ გარგარის ზეთს, ნახევარ ჩაის კოს და ნახევარ ჩაის კოს ყურძნის წიფწის ზეთს. ძალიან ცოტა ყურძნის ზეთი და ძალიან ცოტა გარგარის ზეთი. და თაფლი. კარგად გადაურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთში. ავამატებ ახლა უდნავ გლიცერინს. მიახლოებით ნახევარ ჩაის კოს. გავიჩეროთ 20 წუთის განმავლობაში და შიგადაშიგ ნუტრიო ფუნჯის საშუალებით განვაახლოთ და დავასფელოთ ნიღაბი და ბოლოს უკვე გავიჩეროთ და შევიშროთ ბოლომდე. მე ხა დავისვენებ 20 წუთის მანძილზე, მოусმენ საყვარელ მუსიკას, შემდეგ დაგიბრუნდები და გავაკეთოთ მეორე ნიღაბი. ეხლა კი გავაკეთოთ მეორე არაჩვეულებრივი ნიღაბი, რომელიც ხელს უწყობს ნაწიბურების ამოვსებას და აკნის შემდეგ დარჩენილი სიწითლის გაქრობას. მე ამ არაჩვეულებრივი ნიღბის წყალობით კარგად გავუმკლავდი ამ პრობლემას. ოდნავ დამრჩა ნაწიბურები, აქტიურად სიწითლეც გამქრალია და ზუსტად ვიცი კიდევ რამდენიმე გამოყენების შემდეგ ამ პრობლემას დავივიწყებ. მოკლედ ავიღებ ისევ ნახევარ ჩაის კოს მარგალიტის ფხვნილს. ნახევარ ჩაის კოს სუფთა იოგურტს. ნახევარ ჩაის კოს გლიცერინს და იგივე რაოდენობის ყურძნის წიწის ზეთს. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ აგრეთვე თეთრი თიხა, თუ არა გაქვთ თეთრი თიხა, შეგიძლიათ მხოლოდ მარგალიტის ფხვნილი გამოიყენოთ. მე დავამატებ მულტანი მიტის თიხას, აი აქ მიწერია მულტანი მიტის ფხვნილი. ესეც ჩვეულებრივი თეთრი თიხა, მაგრამ ინდური. მე პირადად ძალიან მიყვარს ინდური თიხა, ინდური შამპუნები და ზოგადად ინდური ფხვნილები. ამ შემთხვევაშიც დავამატებ ინდურ თიხას. მასაც ნახევარ ჩაის კოს. გადაურიეთ კარგად ერთმანეთში, რომ გამოვიდეს საშუალო კონსისტენცია, არ იყოს არც სქელი და არც ძალიან თხელი. რადგან ფუნჯის საშუალებით საშუალო სისქის მასა გაცილებით უფრო კომფორტულად ისმევა და არ იწვეთება. ამ ნიღბებსაც, როგორც ნებისმიერ სხვა ნიღაბს, ვისმევთ
სახეზე, ყელზე და დეკოლტეზე. 20 წუთი გავიდა, ნიღაბი ჩამოვიბანე და კანი არის არაჩვეულებრივ მდგომარეობაში. აი, როგორი გათეთრებულია და რაც უფრო ხშირად ვისმევ ნაწიბურებზე და სიტკითლეზე ამ ნიღაბს დღითი დღე უკეთესი შედეგია. ამ მარგალიტის ფხვნილებით გამოიყენეთ ნიღაბი ყოველ მეორე დღეს და ყოველ დღე შეგიძლიათ მხოლოდ ნაწიბურებზე და ლაქებზე დაიდოთ, ისე კი გასათეთრებლად, კანის გასათეთრებლად და გასაჯანსაღებლად შეგიძლიათ კვირაში 3-ჯერ წაისვათ. აი ამ ჩვენი შეკერილი პატარა ბალიშებით არაჩვეულებრივად სუფთავდება ნიღბის ნარჩენები და ეხლა წავისმებ მეორე ნიღაბს. ეს ნიღაბი ბევრად უფრო მომწონს, რადგან უხდება ასაკობრივ კანს, ებრძვის ნაოჭებს, მიმიკურ ნაოჭებს კარგად უმკლავდება და ხელს უშლის ახალი ნაოჭების წარმოქმნას. ამიტომ თვალის კანზეც თამამად შეგვიძლია წავისვათ, რადგან არაჩვეულებრივად ატენიანებს აი ამ ზონას, როგორც გითხარით, ებრძვის მიმიკურ ნაოჭებს, კარგად ებრძვის ლაქებს და ნაწიბურებს. ძალიან გული მწყდება, რომ ამ ხვნილის შესახებ, მარგალიტების შესახებ ადრე არაფერი არ მსმენია. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, მადლობა ეკას და მადლობა ნინის, რომ ეს არაჩვეულებრივი პროდუქტი გამაცნეს. ამ ნიღაბსაც ანალოგიურად ვისმევთ ყელზე და დეკოლტეზე. ესეც ასე, ჩემი საღამოს რიტუალი მორჩა, ეხლა კი ჩვენს მიერ დამზადებულ კვებავ საცხში გავურევ ოდნავ მარგალიტის ფხვნილს ძალიან ცოტას. ანალოგიურად დამატენიანებელსაც დილით შეურიეთ ძალიან ცოტა რაოდენობით მარგალიტი და თქვენი კანი იქნება ძალიან ხავერდოვანი, ექნება ოდნავ ისეთი განათების ეფექტი, ძალიან ჯანმრთელი და ლამაზი ეფექტი. და როგორც გითხარით, სისტემატიურად მისი გამოყენების შემდეგ ლაქებიც გაგიქრებათ, ჭორქიც გაფერმკრთალდება და ნაწიბურებსაც ეშველება. აი ჩემი ნაწიბურები, რომელიც მე დემოდეკოსმა დამიტოვა და ძალიან საშინლად მქონდა შუბლი, ფაქტიურად უკვე გაქრა. ეხლა გვაქვს მიახლოებით საღამოს 8 საათი, კანი შეიწოვს აი ამ პროდუქტს და ძილის წინ ოდნავ ფუნჯის საშუალებით კიდევ დავიდებ მხოლოდ ხვნილ სახეზე და დავიძინებ. დილით კი ჩვეულებრისამებრ დავიბან სახეს და დამატენიანებელშიც ცოტა რაოდენობით გავურევ. მოკლედ, როგორც აღვნიშნე, ყველაფრის შემძლე ყოფილა ეს არაჩვეულებრივი ფხვნილი და ძალიან გული მწყდება, რომ ადრე არ ვიცოდიმე მისი არსებობა. აი მე მაქვს ესეთი წვრილი მარგალიტები, რომელსაც არაფერში არ ვიყენებ. დავშლი ახლა მე მას და თქვენთან ერთად დავქვავ ქვასანახში. ქვასანახი უნდა იყოს ძალიან სუფთა, აუმჯობესია თუ ექნებათ ესეთი კოსმეტიკური საშუალებებისთვის განკუთვნილი. აი ამ ძველ მარგალიტებს დავქვავ და გამოვა ანალოგიურად ისეთივე ფხვნილი, რომელიც მე ინტერნეტის საშუალებით შევიძინე. შემდეგ ვამატებ მე მას
სერუმში ყოველ დილით და ვამატებთ ცოტა შემდეგ სისი კრემში. შეგიძლიათ აგრეთვე დაამატოთ დამატენიანებელ საცხშიც. ეხლა კი დავქვათ მარგალიტები. აი ჩვენი მარგალიტებიც ქვასანახში კარგად დავნახეთ. არის ოდნავ მსხვილი გრანულები, მაგრამ ესეთი წვრილი საცერის ან საწურის საშუალებით ეხლა ჩვენ ის გავცრათ. მიახლოებით დავქვი 10 პატარა ზომის მარგალიტი. და წავისმევ სახის კანზე ყოველ დილით. აქვს მზისგან დამცავი ფაქტორიც და არაჩვეულებრივად უმკლავდება კანის პრობლემებს, ატენიანებს კანს და ამცირებს ფორებს. არაჩვეულებრივი საშუალებაა ცხიმიანი და პრობლემული კანის მატარებლებისთვის. სიცას. აი ნახეთ, ფანტასტიკური შეფერილობა აქვს კანს. როგორც გითხარით, ვამატებთ ბრინჯის სერუმში, BB კრემში, CC კრემში და ტონალურში და აგრეთვე დილის დამატენიანებელ საცხში. როგორც გითხარით, მარგალიტის ფხვნილს ამატებენ დამატენიანებელ საცხებში. არის არაჩვეულებრივი მზისგან დამცავი საშუალება, კარგად უმკლავდება მიმიკურ ნაოჭებს და სისტემატიურად მისი გამოყენების შემდეგ ფერყმრთალდება და ფაქტიურად ქრება მიმიკური ნაოჭები და ხელს უშლის ახალის განვითარებას. მისგან დამზადებული ნიღბები კარგად უმკლავდება თვალებზე შეშუპებას, სახეზე შეშუპებას და ზოგადად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. როგორც გითხარით, ბაზარზე არის დიდი არჩევანი უკვე გამზადებული ქარხნული მარგალიტის ნიღბებისა, რომლის ფასი, ერთჯერადი ნიღბების ფასი 2 ევროზე ნაკლები არ ღირს, მაგრამ მე რატომღაც ყოველთვის მომხრე ვარ ნიღბების სახში დამზადების. ამიტომ გადავწყვიტე ფხვნილი მე თავად შემეძინა და სახში გამეკეთებინა ჩემთვის სასურველი ნიღბები. მე ძალიან მიყვარს სახში დამზადებული ნიღბები, სახში დამზადებული სერუმები, რომელსაც ვაკეთებ, რომელსაც გთავაზობთ, არ ვიშურებ თქვენთვის ახალ-ახალ რეცეპტებს და ჩვენი კანიც შესაბამისად მადლიერია ამის და შედეგსაც ვხედავთ. ესეც ასე, დღეისათვის სულ ეს იყო გოგოებო, იმედია მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ვიდეო და იყო თქვენთვის სასარგებლო და ინფორმატიული. მე შევინახავ ახლა ამ ფხვნილს, ნატურალურ ფხვნილს, საკუთარი ხელები დამუშავებულს და ვუმკონალებ სახის კანზე, ზუსტად ვიცი, ჩემი ოდნავ დარჩენილი ნაწიბურები და სიცოცხლე კანზე ძალიან მალე ალაგდება. გისურვებთ ყველას სილამაზეს, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად და ბედნიერი სამუშაო კვირა ყველას.
კარგად იყავით მომავალ შეხვედრამდე.